თვით შეფასება. რა არის ზოგადად თვით შეფასება? თვით შეფასება, ხო, თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ როგორ ვაფასებთ საკუთარ თავს. ინდივიდის და ასე ვთქვათ, საზოგადოების განვითარება იწყება ჯანსაღი თვით შეფასების საფეხურიდან. ანუ თუ არ არის ჯანსაღი თვით შეფასება, იქ განვითარება არ არის, იქ აუცილებლად ვართ გადარჩენაში, ასე ვთქვათ, და ჩვენი ტვინი არის გადარჩენის რეჟიმში. ჩვენი ცხოვრება რაღაცნაირად არის პირდაპირ პროპორციული ჩვენი ცხოვრების შედეგები და ასე ვთქვათ, ხარისხი ჩვენი თვით შეფასების. ჯანსაღი თვით შეფასების ბაზე მუშაობა, სადაც მე საკუთარ ღირებულებაზე ვმუშაობ, კომპეტენციაზე ვმუშაობ, საკუთარ ემოციურ და ფსიქიკურ დასრულობაზე ვმუშაობ, თვითსიყვარულზე ვმუშაობ, მე უკვე ბუნებრივად მაქცევს იმ ადამიანად, ვინც სასარგებლო ვიქნები მარტო ჩემი თავისთვის კი არა, სხვებისთვისაც რა და ნებისმიერ ურთიერთობაში, სამსახურში, საზოგადოებაში რაღაცა სარგებლოს მოვიდან და თუ მე დესტრუქციული ვარ საკუთარი თავისთვის, ეს დესტრუქცია მომაქვს ყველა ურთიერთობაში. გამარჯობა, თქვენ უყურებთ Wellness podcast, მე ვარ თაკო ბასილია. დღეს ჩემი სტუმარია ნინო ეფხოშვილი, პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების მენტორი, ICF-ის პროფესიონალი coach. დღეს ვისაუბრებთ თვით სიყვარულზე და თვით შეფასებაზე. გამარჯობა ნინო. გამარჯობა თაკო. კეთილი იყო შენი მობრძანება ჩემს პოდკასტში. ძალიან მიხარია რომ შენ პოდკასტში მე ვარ. ძალიან მიხარია. ძალიან საინტერესო და საჭირო თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს. თვით შეფასება. რა არის ზოგადად თვით შეფასება? თვით შეფასება, ხო, თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ როგორ ვაფასებთ საკუთარ თავს. თუმცა თუ შევხედავთ ესე უფრო მთლიანობაში, ასე ვთქვათ, რისგან შედგება ჩვენი თვით შეფასება, საერთოდ რატო არის მნიშვნელოვანი, მე ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენი ცხოვრება რაღაცნაირად არის პირდაპირ პროპორციული ჩვენი ცხოვრების შედეგები და ასე ვთქვათ, ხარისხი ჩვენი თვით შეფასების და მეორე რატომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამასაც ვიმეორებ, რომ ინდივიდის და ასე ვთქვათ, საზოგადოების განვითარება იწყება ჯანსაღი თვით შეფასების საფეხურიდან. ანუ თუ არ არის ჯანსაღი თვით შეფასება, იქ განვითარება არ არის, იქ აუცილებლად ვართ გადარჩენაში, ასე ვთქვათ, და ჩვენი ტვინი არის გადარჩენის რეჟიმში. ამიტომ მოგეთ ჯერ ეს აღვნიშნოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე რა არის ეს თვით შეფასება? ნუ მე ეს უყურებ და ზოგადად ესეთი კონცეფციაც არსებობს, რომ თვით შეფასება არის ორი მნიშვნელოვანი კომპეტენციისგან, ასე ვთქვათ, შემდგარი ანუ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება ჩვენი თვით შეფასება. ეს არის ჩვენ რამდენად ვგრძნობთ საკუთარ თავს ღირებულს და რამდენად გვაქვს შესაბამისი კომპეტენციები. ანუ მე ესე ყვები ხოლმე ტრენინგებზე ძალიან ხშირად, რომ ეს არის ჩვენი ღირებულების და კომპეტენციის, ასე ვთქვათ, აი ორი კომპონენტის ბალანსისგან შექმნილი განცდა ჩვენი, აი ჩვენ როგორი თვით შეფასება გვაქვს და აი თითოეული რომ ჩავშალოთ პირველი, ასე ვთქვათ, ეს ღირებულება, ხო, რამდენად ღირებულად ვგრძნობ ჩემ თავს, აქ პირდაპირ, ასე ვთქვათ, არის პირდაპირი ბმა არის სიყვარულთან. რამდენად შემიძლია საკუთარი თავის უპირობოდ მიღება და სიყვარული. და ძალიან საინტერესოა ხოლმე აი როცა ტრენინგის მონაწილეებს ვეკითხები, რომ აი როდის გიგრძნიათ ან როდის გამოგდით საკუთარი თავის მიღება და ყველა აი აბსოლუტურად 90% თუ 99 არა, ყოველთვის რაღაცა პირობას ამბობს, რომ აი მე საკუთარი თავის მიღება გამომივა თუ პირობითაც ლომაში წონაში დავიკლებ ინგლისურს, ვისწავლი რაღაცა, დამაწინაურებენ თუ რაღაცა ამ პარტნიორთან ურთიერთობა გამომივა და ასე შემდეგ. ანუ ადამიანებს ჩვენ კულტურალურად საკუთარი თავის მიღება მიბმული გვაქვს ხოლმე რაღაცა პირობებთან. ამ დროს თვითონ გარებასთან თითქოს ხო? ხო, აი რაღაცა პირობა მაქვს რა ჩემ თავთან დადებული, რომ აი თუ ეს გამომივა, მაშინ შემიძლია რომ მივიღო ჩემი თავი და ამ დროს თვით შეფასებაში ეს კომპონენტი, ღირებულების კომპონენტი არის უპირობობის მდგომარეობა, ანუ საკუთარი არსის უპირობოდ მიღების, ასე ვთქვათ, განცდა და ეს არის ძალიან დეფიციტური და რთული პროცესი. ხო, პროცესი, რომელსაც ჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა, რომ ჩვენ გამოგვივიდეს საკუთარი თავის, ასე ვთქვათ, განცდის დონეზე უპირობოდ, ანუ საკუთარი არსის მიღება აი იმ რაღაცა იარაღებისგან, ქცევებისგან, როლებისგან, რაღაც ყველაფრისგან, მე როგორც ადამიანი რო ვარ ღირებული, ასე ვთქვათ, აი ეს. და მეორე ნაწილი არის კომპეტენციის ნაწილი, რას ვაკეთებ იმისთვის, რომ პირობითად, აი მე რომ მინდა რომ ლამაზი ვიყო, რომ მინდა რომ მდიდარი ვიყო, რომ მინდა რომ კარგი ურთიერთობები მქონდეს, რომ მინდა რომ კარგი, არ ვიცი, კარიერა მქონდეს თუ კარგი სახლი, აი ამისთვის რას ვაკეთებ.
ეს არის მეორე სკალა, ასე ვთქვათ, კომპეტენციების და ეს ორივე კომპონენტი თვითშეფასებაში არის უმნიშვნელოვანესი და ამ ორის ბალანსი, იმიტომ რომ თუ მხოლოდ აი ძალიან ხშირად ყვებით ხოლმე ამასაც თუ მხოლოდ ღირებულებაზე ავაგებ ჩემს თვითშეფასებას, რომ მე უპირობოდ მისაღები ვარ და ღირებული ვარ და ვიმუშავებ ამაზე ეს განცდა მაქვს, ну შეიძლება ზოგს რაღაცნაირად ბუნებრივადაც უკეთესად გამოსდიოდეს ეს ვიდრე ინდივიდუალურია, ხო? და ამ პროცესში თუ დავივიწყე კომპეტენცია, თუ არაფერს არ ვაკეთებ იმისთვის, რომ რაღაც შედეგებიც მქონდეს, მაშინ ეს მხოლოდ ღირებულებაზე დაფუძნებული თვითშეფასებას დიდხანს არ გამყვება, იმიტომ რომ აუცილებლად ჩვენ ცხოვრებაში გვჭირდება გარკვეული კომპეტენციები და როდესაც აღმოჩნდებით ხოლმე სიტუაციაში, სადაც რაღაც კომპეტენცია გვჭირდება და ეს კომპეტენცია არ აღმოგვაჩნდება, მხოლოდ ღირებულებაზე დაფუძნებული თვითშეფასება უცბად ჩამოინგრევა და მე ძალიან ხშირად ვამბობ, ამას უწოდებთ ხოლმე როგორც წესი ეს საზოგადოებაში ამას მოიხსენებენ როგორც მაღალი თვითშეფასება აქვს ადამიანს, ხო ესე ამბობენ, რომ ამბობენ რომ თითქოს მაღალიც დაბალია, ხო? ხო, ორივე არაჯანსაღია სინამდვილეში, ანუ მე ესე ვუყურებ, რომ მაღალი არის, როცა მხოლოდ ღირებულებაზეა დაფუძნებული და კომპეტენციებს არ ვავითარებ და დაბალი არის, როდესაც ღირებულების სკალაზე დაბალი მაჩვენებელი მაქვს, ანუ საკუთარ თავს ღირებულად ვერ ვთვლი და სულ მინდა რომ საკუთარი თავი რომ ღირებულად ვიგრძნო, კომპეტენცია განვავითარო და ამიტომ მუდმივად ვცდილობ, რომ რაღაცა კარგად ვისწავლო, კარგი შედეგები მქონდეს, რაღაცა სულ აი ამ კომპეტენციების განვითარებაში და ესეც რაღაც მომენტში ძალიან კაია ამ კომპეტენციების განვითარებაში კი მეხმარება, მაგრამ ამ მომენტში, როდესაც მე ჩემი ღირებულება მიბმული მაქვს შედეგს, ეს ჩვეულებრივად რაღაცა ადიქციასავით პროცესია რა და დოფამინისა დამოკიდებული ხდები და სულ მინდა დოზის გაზრდა. ანუ ეს შედეგი ხა აღარ მყოფნის. კიდე უფრო მეტი მინდა და ხო არ შეიძლება რომ ეს უსასრულოდ გაგრძელდეს და აქაც ესეთი რაღაც ხდება, რომ თუ მე ერთ დღესაც რაღაცა შედეგს ვერ დავდებ, ეს მხოლოდ შედეგებზე, ასე ვთქვათ, და კომპეტენციებზე დაფუძნებული თვითშეფასება შეიძლება ჩამოინგრეს და ასეთ შემთხვევაში ძალიან სხვადასხვა აი ამ ეგრეთ წოდებული დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში, ანუ სადაც ღირებულების სკალა ძალიან დაბალია და კომპეტენცია ძალიან მაღალი, არის ხოლმე ძალიან ხშირად სუიციდის შემთხვევები, ამ ცდელობები და ასე შემდეგ და ჩვენ ახლა რო გადავხედოთ ისტორიულადაც და ეს ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს აქვს ბიოგრაფიაში, ხო? და ზუსტად შეიძლება ჩვენ სირგლივაც გაგვახსენდეს და შეიძლება რაღაცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ესეთი ადამიანები გაგვახსენდეს, რომ აი ეს არის ის დეფიციტი საკუთარი ღირებულების, რომელიც ვერაფრით ვერ ამოივსო, ასე ვთქვათ რა. და აქეთ შემთხვევაში თუ მხოლოდ იმაზეა ღირებულებაზე დაფუძნებული თვითშეფასება და კომპეტენცია არ მაქვს განვითარებული და ეს ჩამოიმსხვრა, ასეთ შემთხვევაში მართლა ადიქციებში მირბიან ადამიანები, ეს არის ალკოჰოლ დამოკიდებულება, წამალ დამოკიდებულება, თამაშ დამოკიდებულება და მოკლედ ორივე პრინციპში ამ პირობითად ვამბობ ამ დაბალს და მაღალს, მაგრამ ორივე არის არაჯანსაღი და ორივე ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი თავის დესტრუქციული პროცესებისკენ მიბიძგებს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მუდმივად ვიზრუნოთ და როდესაც ამ სკალას ვხატავ ხოლმე და იქ რაღაცას მოვნიშნავთ, სულ მეკითხებიან ხოლმე ტრენინგის მონაწილეები, რომ ეს რა ქვია, აი ეს მაგალ პირობითად თუ მაღალი მაქვს რაღაცა ჩამოვწიო, რა ვქნა როგორ დავაბალანსოთ, ხო? არა, ყოველთვის კოუჩინგში შენ ციცი გადასარევათ, რომ ყველაფერი არის გაუმჯობესებაზე და არაფერს არ ვამცირებთ, პირიქით ვზრუნავთ იმაზე, რომ პირობითად თუ ღირებულების სკალაზე მაქვს დაბალი მაჩვენებელი, ის გავაუმჯობესო, თუ კომპეტენციაზე სკალაზე მაქვს დამაჩვენებელი დაბალი, ის გავაუმჯობესო და აქ მერე შემოდის ხოლმე ასე თქვათ მეორე თემა რომ რანაირად გავაუმჯობესოთ ახლა ეს და ძალიან საინტერესო ხო აქ სანამ გაუმჯობესებაზე გადავალთ აი მე მინდა რომ აი ეს განცდა რას ნიშნავს ჯანსაღი თვითშეფასების ეს ძალიან კარგად ასე ვთქვათ გავაჟღეროთ რომ ეს არის განცდა როდესაც არ მგონია თავი არც ვინმეზე მეტი არც ვინმეზე ნაკლები და ეს არის ძალიან ისეთი კარგი განცდა, ასე ვთქვათ, და სულ ამბობ ხოლმე, რომ ჩვენ გინდა არ გინდა შეიძლება მოხდეს სადაც გარემოში, სადღაც რომ ვიღაცებზე კარგი გვეგონოს თავი, ხო? ან პირიქით მოხდეთ გარემოში, სადაც რაღაცნაირად ისე ვიგრძნოთ თავი, თითქოს ვიღაცები ჩვენზე უკეთესები არიან და თუ ესეთი რაღაცა შევამჩნიეთ ჩვენ თავს, მე ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, რომ წადით აუცილებლად სახში და საკუთარ თვითშეფასებაზე იმუშავეთ, ხო? და ნუ შეიძლება ჩვენს დაგომართოს ესეთი რაღაცა და ანუ ეს მერყევია რა, ეს ხო არ არის რაღაც ადამიანები ვარ სიტუაციები იცვლება ჩვენი ფსიქიკას არ დაილევა ზოგადად, ხო? ზუსტად მაგიტომ რომ ჯობნის არ დაილევა ჩვენ ვერ ვიპოვით ადამიანს, რომელიც ან ჩვენზე ლამაზი არ იქნება, ან ჩვენზე ჭკვიანი ან რაღაცა, უბრალოდ აზრს კარგავს ეს ასე ვთქვათ შედარება სხვასთან. აქაც კომპეტენციების ნაწილში როცა ვსაუბრობთ, ჩვენ ყოველთვის სწორება გვაქვს მხოლოდ საკუთარ თავზე. ანუ კომპეტენციების გაუმჯობესება რას ნიშნავს? კომპეტენციების გაუმჯობესება ნიშნავს, რომ მე თუ მინდა რომ პირობითად ვიყო ლამაზი, რას ვაკეთებ ამისთვის ყოველდღიურად, აი ჩემ თავთან მიმართებაში
ყოველდღე როგორ ვცდილობ, რომ ჩემ თავზე ლამაზი ვიყო, ან ყოველდღე როგორ ვცდილობ, რომ უფრო მდიდარი ვიყო, ვიდრე გუშინ, ყოველდღე როგორ ვცდილობ, რომ უკეთესი ურთიერთობები მქონდეს, ვიდრე გუშინ და ასე შემდეგ, ხო? საქმიანობაში ვიყო უფრო ეფექტიანი და ასე შემდეგ. ანუ სწორებას ვაკეთებ ჩემ თავზე და რატო არის ეს მნიშვნელოვანი, რომ საკუთარ თავზე გავაკეთოთ სწორება და რატო არ აქვს აზრი სხვასთან შედარებას. ერთი რომ შენ თქვი, რომ რა თქმა უნდა ჯობნი არ დაილება და მეორე ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ არა გვაქვს არც ერთ ადამიანს, არც ერთ სხვა ადამიანთან საერთო სტარტი. მართალია. ანუ სულ რომ იდენტური ტყუპები ვიყოთ, ჩვენ გვაქვს განსხვავებული თითის ანაბეჭდები, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შინაგანი ანაბეჭდიც, ანუ ჩვენი რაღაცა უნარები, რაღაც მოცემულობები არის განსხვავებული. შესაბამისად, თუ მე და შენ საერთო სტარტი არ გვაქვს, რანაირად ვეჯიბრებით ერთმანეთს, ხო? ამიტომ ერთადერთი ვისთანაც საერთო სტარტი მაქვს, არ მე და ჩემ თავზე ვაკეთებ ამ სწორებას და ესე ვაუმჯობესებ კომპეტენციას და რაც შეეხება ღირებულებას, ღირებულება ხა საკუთარი თავის უპირობო მიღება არის ძალიან დიდი თემა, ბევრი სამუშაოა, მაგრამ ეს არის ხო, რეალურად ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, შინაგან ბავშვთან დამეგობრების პროცესი, სადაც ჩვენ სადღაც იმ 3 წლის ასაკში გაჭედილ ჩვენ შინაგან ბავშვს, რომელმაც ჩემი შინაგანი ბავშვი. საყვარელი ხარ? ბავშვობიდან ესეთი ლამაზი იყავ, მადლობა. ესე იგი, იმ შინაგან ბავშვს, რომელმაც სადღაც მოკლედ თან იქ ძალიან ესეთი თემაა ხოლმე, რომ რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მაინც და მაინც ისეთი მშობლები გვყავდნენ, რომ ვისაც უპირობოდ არ უყვართ. რა თქმა უნდა, ეხლა ყველას უყვართ, ყველას ყავდა მშობელი, რომელსაც უპირობოდ უყვართ ყოველ შემთხვევაში უმრავლესობას და უბრალოდ იმ 3 წლის ბავშვის ტვინში პროგრამები სრულიად ფილტრის გარეშე ლაგდება და შეიძლება რაღაცა ერთი სიტყვა, მაგალითად, შენ რაღაცა გამოგივიდა კარგად, ლექსი თქვი 3 წლის ასაკში და შეგაქეს და შენ ტვინში ჩაიწერა პროგრამა, რომ როცა რაღაც გამომდის, მაშინ ვუყვარვარ, ანუ მაშინ მიიღებენ ჩემი. ხო, და ეს რაღაცა მილიონი ვარიანტი არსებობს ამის, როგორ ხდება ჩვენში პროგრამების ჩალაგება, მაგრამ იმ 3 წლის დაუშვათ თაკოს ტვინში, რომ ჩაჯდა პროგრამა 3 წლის ნინოს ტვინში, რომ მე ვიღებენ და ვუყვარვარ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს მაშინ, როდესაც რაღაც უკვე პირობა დაიწერა, მე მთელი ცხოვრება ამ სტრატეგიაზე ავაგე რა და უბრალოდ იქ სადაც მივხვდით, რომ თურმე ამ სტრატეგიით ცხოვრობთ, შეიძლება ძალიან კარგია, იმიტომ რომ მართლა ეს რაღაცა კომპეტენციები გავაუმჯობესეთ ამ საკუთარი თავის მიღების პროცესში, მაგრამ სადღაც ეს არის დამღლელი, იმიტომ რომ მუდმივად ჯერთი გადარჩენის რეჟიმში ვარ, რომ აი სულ ვიბრძვი იმისთვის, რომ მიმიღონ, მაღიარონ და რაც თავარია, მე თვითონ ვერ ვიღებ და ვერ ვაღიარებ, ხო, ჩემ თავს ამ შედეგების გარეშე და ეს არის ძალიან დამქანცველი და სულ ამბობ ხოლმე, რომ თუ საკუთარ თავთან ომის ენერგიას ჩვენ ანუ დავამთავრებთ ამომს და მე საკუთარ განვითარებას მოვახმართ, გაცილებით უფრო სასიამოვნო პროცესი და გაცილებით უფრო შორს წავალ, იმიტომ რომ აქ მთელი ცხოვრება დანაკლისების ამოვსებაში ვარ და წინ ვერ მივდივარ და იქ უკვე შემიძლია რომ აი გადავრჩი, მივიღე ჩემი თავი, კარგად ვარ, მოკეჩვიდათ ვარ და უკვე დამთავრდა ეს გადარჩენის რეჟიმი და დაიწყო განვითარების რეჟიმი და რეალურად მანდაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი განვითარებადი და განვითარებული ქვეყნები სხვა ამით განსხვავდებით ერთმანეთისგან, რომ განვითარებადი ქვეყნები მუდმივად ვართ ამ გადარჩენის რეჟიმში, იმიტომ რომ ცნობიერად ვართ აქ ჩვენი ტვინი არის აი ამ გადარჩენის რეჟიმში ნაკლოვანების ამოვსებაზე და აქ არის ზუსტად არაჯანსაღი თვითშეფასება, იმიტომ რომ ეს ვცდილობ, რომ რაღაცა დავამტკიცო, რომ საკმარისი ვარ და რაც თავარია, ჩემი ტვინი არ არის უსაფრთხო თავს უსაფრთხოდ, ხო? და განვითარებულ ქვეყანაში მე ვიცი, რომ გადავრჩი, მე მოკლედ უსაფრთხოდ ვარ და მოკლედ იქ იწყება განვითარება. ნუ ეს რა თქმა უნდა პიროვნული ზრდა. იქ იწყება და მართლა ალბათ უპირობოდ საკუთარი თავის მიღება, თუ პიროვნულ ზრდაში მიდიხარ და მუშაობ შენ თავთან. იმიტომ რომ ახსენე შინაგანი ბავშვი, რომ მუშაობ საკუთარ თავზე და შინაგან ბავშვს მიიღებ და გიყვარს, მე მგონია რომ აი მანდ იწყება ის რაღაც უპირობო სიყვარული, იმიტომ რომ შეგეშალოს, რაღაც გაიფიქრო და რეალურად ადამიანი მარტო კარგები ხო არ ვართ რაღაც სახათ ვერ ვართ ნაირები ვართ ხო? ყველანაირები ვართ. და შესაბამისად მანდ გახსენდება მე ყოველ შემთხვევაში ესე ვარ, ჩემი შინაგანი ბავშვი. და აი უპირობოდ მიყვარს და აი რაღაც მაქედან დავიწყე საკუთარი თავის მიღება და სიყვარული და რაღაც ისეთი გზა არის მართლა რომ ნამდვილად რაღაცნაირად მთლიანდები საკუთარ თავთან და კიდევ რო ახსენე რომ ვთქვა სადმე რო ხარ და ვიღაცაზე მეტი გგონია ნაკლები, გგონია რომ ამ გზას რო გაივლი და რომ მთლიანდები საკუთარ თავთან, ეგ შეგრძნებებიც ნაკლებად მოდის. კი, ანუ გაჯანსაღდა შენი თვითშეფასება. და თუ რაღაცას იგრძნობ, ის კომპასიც გაქვს, რომ რა უნდა შეცვალო, რა უნდა გაუმჯობესო. ნამდვილად ეს აზრი რატომ მოვიდა და გაასწორო კომპასი და წესით ვეღარ წაგიღებს იმ რაღაც ეგოში და კი, ნამდვილად მნიშვნელოვანია. ზუსტად აი ეს შინაგანი
ხო აი ძალიან კარგი რაღაც თქვი რომ ჩვენ მარტო კარგები ხარ ერთო. როდესაც მართლა საუბრობთ ხოლმე საკუთარი თავის მიღებაზე, აი ხო პირველი ეგ მოდის რომ ადამიანს გონია რომ აი რაღაცა კარგი რაც გვაქვს ის უნდა მივიღოთ და თითქოს ეს არის საკუთარი თავის მიღება და საკუთარი თავის მიღება რეალურად სულ ამბობ ხოლმე რომ აი რაღაცა სამოტივაციო ტრენინგებზე რო გვეუბნებიან რომ აი ამას ხო გამოვიდე და შენც გამოგივა ხო აი ეს ხო არის ჩვენთვის მოტივაცია რომ დავინახეთ რომ ვიღაცას გამოვიდა რაღაცა კარგი და ეს უკვე ანუ ეს შესაძლებელია და მეც გამოვიდა ტვინი უშვებს იმ შესაძლებლობას ხო და ზუსტად იგი ეს როცა კარგზე ვსაუბრობ ძალიან გასაგებია ჩვენთვის ზუსტად იგივენაირად ყველაფერი რაც სამყაროში არსებობს და ვიღაცას გამოვიდა ამის პოტენციალი ყველა ჩვენთაგანს გვაქვს და ეს არის ჩვენი ჭრილები, რის მიღებაც მოკლედ არ ჩვენ გასაგებია რომ ინსტინქტების მოკლედ და იმპულსების დონეზე ჩვენ ყველაფრის შესაძლებლობა გვაქვს და ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ ტვინის ისეთი შრე რომელიც ქცევაზეა პასუხისმგებელი და იქ რა თქმა უნდა ვფილტრავთ და რაღაცას ვაკეთებთ, რაღაცას არ ვაკეთებთ და ჩვენ რაღაცად ის მიხედვით ვიქცევით ხო? ხო, ემოციური ინტელექტიც რეალურად. კი, ემოციური ინტელექტი რეალურად ეს არის რომ დავინახო რა შედეგი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და რა რესურსი მაქვს და მე გარდაქვნა ეს რესურსები ამ შედეგად და ეს რომ მე უბრალოდ დაშვება გავაკეთო რომ ჩემში ეს ყველაფერი ჩემშიც არის რა ეს ყველაფერი და ზუსტად იმიტომ რომ ვიცი რომ ეს ჩემშიც არის ანუ რაც უფრო მეტი ჭრილის მიღებას ვახერხებ მით მეტი ადამიანის ასე ვთქვათ მიღებაც გამომდის და სულ ამბობ რომ აბსოლუტური მიღება ნიშნავს რომ არ არსებობს სამყაროში ერთი ადამიანიც კი ვინც არ მიყვარს და ხო ძალიან წარმოუდგენელია ესე იგი ანუ ეს ფაქტიურად ადამიანისთვის არის სწრაფვა რა ამისკენ მივისწრაფით თორე რეალურად ეგ მარტო იესოს გამოვიდა ხო ანუ ცნობიერების აბსოლუტურად სხვა დონეზე უნდა იყო, რომ შენ ეს გამოგივიდეს. ან შეიძლება რაღაც ბოდიში რაღაც წამი იყოს, რომ მედიტირებ და ვთქვათ. კი, წამი როცა ყველა გიყვარს. როცა ყველა გიყვარს. უბრალოდ აი ყოველდღიურ ცხოვრებაში მართლა ამაში ყოფნა, რა თქმა უნდა. მაინც გადაწყვეტილება, როგორც ალბათ გადაწყვეტილი ვაქვს, რომ ბედნიერები ვართ. და ესეც ხო გადაწყვეტილება, ალბათ ეგეც გადაწყვეტილებაა, რომ აი მე ეგეც მეხმარება, რომ კი ყველა მიყვარს და იმ წამ შეიძლება რაღაცა ემოცია წამოვიდეს, მაგრამ ეს დაჯერება მაქვს, რომ მე მიყვარს ადამიანები. აი საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად ვიგრძენი, რომ მხოლოდ რაღაც ჩემს ირგვლივ ადამიანები კი აღარ მიყვარს, არამედ სხვებისთვისაც მაქვს ეს რაღაც სიყვარულის სიმძლავრე რა, ანუ რაღაც უნარი, რომ თქვა სხვაც შემიყვარდეს და ეს მართლა ჩემთვის ძალიან დიდი წევა იყო, იმიტომ რომ მქონდა რაღაც შენიანი და სხვა და ამას ვანსხვავებდი. ხო, და ცნობიერების რაღაც დონეზე სხვა ხო უბრალოდ არ არსებობს. იმიტომ რომ ჩვენ ვართ, ხო, ყველა ერთნი ვართ. რეალურად ეს სიყვარული აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის. ადამიანებს ეშლებათ გვეშლება ხოლმე პრინციპში ჩვენც არა ვართ გამონაკლისები ხო ჩვენც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კიდე რაც არის რომ ჩვენ აქ რო ხედავთ ხოლმე და ვლაპარაკობთ და მე თან ძალიან ბევრ პოდკასტში შეიძლება მილაპარაკია ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას რომ ჯერ ერთი ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და ყველა ჩვენი პასუხი სწორია და მე მეორეც არც იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ არ უშვებთ შეცდომებს და ჩვენც ჩვეულებრივად ხო ანუ რატომაც მე მოლოდინია ხოლმე მასწავლებლებზე რო გვეგონა რაღაცა ჩვენს სისტემაში არ დადიოდნენ ჩვენზე ესეთი მოლოდინები აქვს ერთხელ ერთ ჩემ კლიენტს ვთქვი ცუდად ვარ თქო და მე განვიკურნეო რომ გავიგე რომ შენ ცუდად ხარ ესე გავხარ და მე მეგონა შენ ცუდად არასდროს არ ხდებოდი ხო რაღაც პერფექციონისტული შეხედულება ხო ან თქვათ მე სიტყვაზე რო ვარ ეს რა ქვია nutrition ეს კვების coach-ი და რო გონიათ რომ სულ მუდმივად კარგად ვიკვებები რა თქმა უნდა არ არის ეს სტილო შენ ხარ განსახიერება კვების coach-ი როგორი უნდა იყოს იმიტომ რომ ხარ რო გიყურებ უკვე მეც მომინდა რომ ვიარო შენთან და ეგრე გავლამაზდე გელოდები ხო და აი ეს რაც გვეშლება არის ის რომ მე როცა ვამბობ რომ მე ყველა ადამიანი მიყვარს ნუ ვცდილობთ ხო ამას იმიტომ რომ ნუ მუშაობთ მუდმივად საკუთარ ეს capacity აი ეს რასაც შენამ სიმძლავრე ასე თქვა ხო ისედაც თანდაყოლოდ შეიძლება ყველა სხვადასხვანაირი ქონდეს მაგრამ გაფართოება ყოველთვის შეგვიძლია ხო და რაც უფრო კარგად გამოგდის საკუთარი თავის მიღება მით უფრო ფართოვდება ჩვენი ცნობიერება და შესაბამისად მით უკეთესად გამოგდის სხვა ადამიანების მიღებაც ხო და ეს ძალიან ჩვეულებრივი პროცესია მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მე მიყვარს ადამიანების არსი ისევე როგორც საკუთარ თავში აი ჭრილთან ურთიერთობაც ესეთი ანუ მე იმ ჩემ თავს არსის დონეზე ვიღებ მაგრამ ეს იმას არნიშნავს რომ ჩემ ქცევასაც ვუშვებ და ვაგრძელებ ხო ზუსტად იმიტომ რომ ვაცნობიერებ ამ ქცევას მე შესაძლებლობა მეძლევა რომ შევცვალო ეს სანამ არც ვაღიარებ ანამდე ვერ შევცვლი და სხვებთან მიმართებაშიც ესეა მე შეიძლება მიყვარდეს რა ვიცი სიყვარულის დონეზე არსის დონეზე რა თქმა უნდა ვიზრუნო იმაზე რომ მიყვარდეს რა ვიცი ძალიან შეიძლება ცუდი რაღაც თქვა პუტინიც კი მაგრამ ეს იმას
არ ნიშნავს რომ ეხა ახსენი რატო ხო ანუ მაგაზე ძალიან ბევრი მაქვს სხვათა შორის ნამუშევარი იმიტომ რომ ხო იცი წამოვა ეხა ხო ანუ როგორ შეიძლება პუტინი გიყვარდეს ხო ანუ რეალურად პუტინი როგორც მისი ქცევა როგორ შეიძლება გიყვარდეს ხო რეალურად მე ეხა კიდე ვერ ვარ მაგ უცნობიერებაზე წლების წინ ძალიან კარგად როცა ვმუშაობდი ამ ყველაფერზე მართლა მქონდა ეს განცდა როცა განსაკუთრებით დაიწყო ომი ჩემი აღქმა ესეთია რომ ნუ ადამიანი ხა როგორ შეიძლება ომი დაიწყოს ადამიანმა რა შემთხვევაში იწყებს ადამიანი ომს ესე იგი მხოლოდ სიყვარულის ნაკლებობა არის რის გამოც ადამიანები ტირანები ხდებიან ხო და შესაბამისად მე რო ეხა კიდე ვლანძღავ იმ ადამიანს ვისაც ისედაც სიყვარული აკლია ამით მე ომს ვერ დავასრულებ ხო და მე ვიძახი ხა მე რომელიც არამეომარი ვარ და არაფერი არ შემიძლია თორე ხა იმას არ გულისხმობ რომ მე როცა ომია მე დავუშვათ მაგშინ სიყვარულები ვაგზავნო ეს ჩვეულებრივ ამ ყოფით დონეზე არ ვსაუბრობ ნუ აი მე რიგითი ადამიანი რომელიც საერთოდ არ ვარ იმ პროცესში და რა შემიძლია რომ გავაკეთო ხო სიძულვილის გაგზავნას მე იმ ადამიანს მოგზავნის სიყვარულს რაც ნიშნავს იმას რომ თვითონ ის დეფიციტი მას რაც აქვს და რის გამოც მოუნდა რომ ომი წამოიწყოს ის რაღაცნაირად ის თორე ეხლა და კიდე ერთს დავამატებ სიძულულს რო აგზავნი შენ თვითონ შენ საკუთარ თავს იწამლავ ეგეც არის ვიღაცა რო გეზიზღება რეალურად ეგ შენგან გამომდინარეობს ეგ ზიზღი ხო ხო აი მან არის ძალიან მნიშვნელოვანი ნახე ანუ მე პუტინი ანუ როგორც პუტინის ქცევები მეზიზღება ამას ვამბობ რა პუტინი ხა ძალიან ცუდად იმას ხალხი გაგიჟდება მაგრამ ნუ ანუ ნებისმიერი ადამიანის ქცევა რომელიც არის ტირანი მე მეზიზღება ქცევა მაგრამ იმის უკარო დგას ადამიანი რომელიც ადამიანი როგორც არსი უნდა მიყვარდეს ამას ხო ძალიან ბევრი ადამიანია ვინც მე ადამიანი როგორც არსი როგორ შეიძლება მეზიზღებოდეს ანუ იმას ვუყურებ ხედავ რომ იმ ბავშვს ხედავ რა ყველა სხვათა შორის როგორც კი ეგეთი ტექნიკა მქონდა როგორც კი ადამიანზე გაუბრაზდებოდი ან რაღაცა არ მომეწონებოდა და უგზნობდი რომ რაღაცა შეიძლება და თვითონ ადამიანის მიმართ გამჩენოდა და არა მისი ქცევის მიმართ რაღაცა დამოკიდებულება წარმოვიდგენდი რომ ეს რო იყო პატარა და ანუ ყველა მოვდივართ რაღაცა ბავშვებიდან და არ შეიძლება რომ იმის უკან დგას რაღაცა ისტორია რაღაც განპირობები ქცევის მეცნიერება ამბობს რომ ადამიანის ქცევა არის განპირობებული ადამიანები იქცევენ ისე როგორც შეუძლია და ასე შემდეგ აქ შორს აღარ წავიდეთ მაგრამ თავარი აქ რაზეც ვსაუბრობ არის ის რომ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ მე შეიძლება მიყვარდეს ადამიანი როგორც არსი მაგრამ მისი ქცევა მეზიზღებოდეს აი ეს არის ზიზღი არის ძალიან საჭირო ემოცია არის საჭირო ემოცია რა თქმა უნდა იმიტომ რომ საბაზისო ემოცია და მეზიზღი ადამიანის მიმართ არა ქცევის მიმართ აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ჩვენი ცნობიერების ევოლუციაში ზუსტად ეს ევოლუციას გავდივართ რომ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ჩვენ არ შეიძლება რომ ადამიანები ერთმანეთის წინააღმდეგ გვიბრძოდეთ ჩვენ შეიძლება ადამიანები გავერთიანდეთ აი ამ რაღაცა ქცევების ამ რაღაცა არ ვიცი ავადმყოფობების ომების და რაღაცა პრობლემების ეკოლოგიური პრობლემების თუ რაღაცეების წინააღმდეგ ხო და მხოლოდ ესე შეიძლება რომ ასე ვთქვათ გავიმარჯვოთ რა ამ რაღაც მოვაგვაროთ ეს პრობლემები და თუ ჩვენ ეხლა ქვეყანაში ხო თუ ჩვენ ერთმანეთს ადამიანები ვეომებით როგორ შეიძლება რაღაცა პრობლემა მოგვარდეს ხო ჩვენ უნდა გავერთიოთ ცოტა შორს წაგვიყვანს თუ რომ ჩვენ რაღაც ელემენტარულზე ვერ შევთანხმდით ხო ზუსტად იმიტომ რომ ცნობიერ იმიტომ რომ გვიჭირს იმიტომ რომ პირველ რიგში ჯანსაღი ახსენე ვერ თანხმდებით რომ რუსეთი ოკუპანტია თუნდაც ყველა ვერ თანხმდება ხო ნუ ეგ პრობლემაა ხო კი აი ეგ არის და მოკლედ იმიტომ რომ ეხლა ჯორჯ წაგვიყვანს ხო ეგ ძალიან ისეთი თემაა მაგაზე ხო მაგაზე არ მიდე არა მთავარი არის ჩვენ ვსაუბრობთ რაზე რომ მთავარი არის რომ აი გავმიჯნოთ რა ზიზღის თემა ზუსტად რა არის როდესაც მე ვამბობ რომ როგორ შეიძლება ჩემი ზიზღი ხა ტირანების მიმართ კი არა საყვარელი ადამიანის მიმართაც შეიძლება გამიჩნდეს ოღონდ აქ ვსაუბრობთ იმაზე რომ ეს ზიზღის ემოცია ადამიანის მიმართ კი არ მიჩნდება მე მისი ქცევის მიმართ მიჩნდება ანუ შენ კი არ მეზიზღები კაცო შენ შეიძლება რაღაცა გააკეთო რის გამოც წამოვიდა ეს ზიზღის ემოცია ეხლა ნახე მე თუ მაქვს გონებაში ესეთი წმენა წარმოგიდგენია როგორ შეიძლება ადამიანები მეზიზღებოდეს ეს ხო ყველას გვჭერა რომ როგორ შეიძლება მეტნაკლებად ყველას ესე გვჭერა დავთრგუნე ხა ეს ემოცია ჩემში ხო სინამდვილეში ზიზღი არის ერთ-ერთი საბაზისო მნიშვნელოვანი ემოცია ზიზღს რო ვთქუნავ მე იქ ჩემი თავის ტვინში ყველა ემოციას ერთი ცენტრი განაგებს და ზოგადად დამეთრგუნა უკვე დავკარგე წვდომა საკუთარ ემოციებზე ზიზღი რატო წარმოიქმნება როდესაც ვიღაცის ქცევა ან ვიღაცის სიტყვები ჩემს ტვინში აღიქმება როგორც პოტენციურად ზიანის მომტანი
ეს ანუ რეალურად ეს ემოცია მოვიდა ჩემთან, იმიტომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომიტანა. პირველი სხვათა შორის ზიზღს თუ ჩავშლით ესე სპექტრებად, ხო, პირველი არის უარყოფის, ესე იგი, ემოცია, აი რაღაცა ის მიუღებლობის ის მიჩნდება პირველი, სუბუქი ინტენსივობის ზიზღი, მერე არის ზიზღი და თუ ზიზღის ძლიერი ინტენსივობა, ეს უკვე სიძულვილია რა, ემოციების ერთ-ერთ მოდელში, მოკეთ ესეთი კლასიფიკაციაც არსებობს. შესაბამისად, მე როდესაც ურთიერთობაში წარმომექმნა ზიზღის ემოცია, აუცილებლად უნდა დავუსვა ჩემ თვალს. კითხვა რომ ჯერ გავაცნობე რომ მე შენ ადამიანი კი არ მეზისყები, შენ იქცევა მეზისყები. აი შენმა რა ქცევამ შენი რა ქცევა ან რა სიტყვები აღიქვა ჩემმა ტვინმა როგორც პოტენციურად ზიანის მომტანი. და რაღაცა უკვე ინფორმაცია გავიგე და შესაბამისად თუ ჩემთვის შენთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მე ეს უკავშირი უნდა დაგიბრუნო და გითხრა რომ თაკო აი შენ რო ესე საუბრობ, მე ჩემი ტვინი ამას აღიქონს პირობითად როგორც პოტენციურად ზიანს მომტანი. ჯერ ერთი ეს ჩემ თავზეც რაღაცას მეუბნება, ეს შეიძლება ჩემი რაღაცა ძველი, ანუ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე მოვიდა ეს ემოცია თუ რაღაცა დამიტრიგერდა თუ აი ეს ჩემ თავზეც მეუბნება, მე მაძლევ საშუალებას რომ შენ მოგცე უკავშირი და შენ რაღაცა შეცვალო, თუ შენი ქცევა იწვევს ამას და მოკე ჩვენი ურთიერთობა ესე შეიძლება გაუმჯობესდეს. შენი ესე იგი გრძნობები და არა მითითება მე როგორ ვიქცემ რომ მისაღები არის უფრო ადამიანს შენ საკუთარ გრძნობებზე რო ესაუბრები ვიდრე შენ რა მე რას ვგრძნობ როცა შენ ესე იქცევი. ეს არის ჯანსაღი. ესეც ხო ეხა ჩვენ აი ეხა რა ვსაუბრობთ ეს ემოციური და ფსიქიკური დასრულობა. ჩვენ ავით მეც ვერ თავდებ თავს რომ აქვს. ანუ ჩვენ კულტურალურად რაღაცნაირად ისეთი განათლების სისტემა გქონდა თუ ისეთი მეთოდებიც და ნუ ისეთი მზაობა რა და ისეთი ცოდნა რომ ემოციური და ფსიქიკური მზაობა დასრულობა ეხლა ხანს დაგვიდგა შეიძლება და კოლექტიური საზოგადოება სადაც ემოციური სიმწიფე ემოციური დასრულობა ფსიქიკური დასრულობა დიდი ხანი არ დადგა შეიძლება ზოგის ფიზიკურიც არ დადგა მე მგონი დიდი ხანი ეხა ბევრისთანაც არ დადგა ეხა საზოგადო მოღვაწეებს რო ვიხსენებ ანუ ისეთი ქცევები აქვს რომ ზრდასრული ადამიანის ქცევა არ არის მხოლოდ ემოციები არის კი, ანუ აქ აი ეს ზუსტად ის რომ ჩვენ ემოციური განათლება, ემოციური ინტელექტი გქონდეს, ემოციური დასრულობა გქონდეს, ფსიქიკური დასრულობა გქონდეს, პასუხისმგებლიანი ქცევას. აი ეს ყველაფერი აბსოლუტურად ძალიან ისეთ ბევრ რაღაცას მოითხოვს. მათ შორის აი ხა რაზეც ვსაუბრობთ, ხო? ჩვენი ემოციების გაცნობიერებას, აი გამიჯვნას ადამიანის და მისი ქცევის, ჩვენი ემოციების ადამიანის მიმართ ინვენტარიზაცია, სადღაც გაცნობ. კი, გაგებას იმისას ახლა რა ვცნობ, რატო ვგრძნობ. იმიტომ ეხლა დავფიქრდი, რომ მეც აი ეს ზიზღის მიმართ რაღაცნაირი რეაქცია მაქვს, რომ მჯერა რომ არავინ არ მძულს ესე. ესე მჯერა, მაგრამ არავინ, ანუ ადამიანი არ გძულს, მაგრამ ადამიანები როგორ შეიძლება ვიღაცების ქცევა გძულს. კი, რომ დავფიქრდი მომენტალურად თან არის, ხო, შეიძლება ვიღაცას გაგდა, შეიძლება აი მართლა რაღაც. ყველა ტირანის ქცევა უნდა გძულდეს პირობით, ანუ გძულს, ახლა როგორ შეიძლება ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში უსამართლობის მიმართ გაქვს ადამიანები, რომლებიც უსამართლობას თითქოს უფრო ბრაზდებით, ხო? აი ეხლა რომ დავფიქრდი. ხო, ბრაზი არის ემოცია, რომელიც მტერი, ანუ შენთვის თუ უსამართლობა არის მტერი, აუცილებლად წარმოგექმნება ბრაზი. შენთვის თუ პირობითად ღალატი არის საფრთხე, ღალატის ქცევაზე შეიძლება წარმოგექმნას ზიზღი. ანუ ეს რა დამოკიდებულება მაქვს მე რა. შეიძლება უფრო ახლო ადამიანის მიმართ, აი ზიზღი ისეთი გზნობა არის, მგონია რომ უცხოს მიმართ რაღაც არ ვიცი რამდენად მიჩნდება. ხო, ის უცხო, იმიტომ რომ პოტენციურად ის ვერ დაგაზიანებს, ხო, პოტენციურად ზიანის მომტანი უფრო აი ეს რაღაცა ის არის ხოლმე ახლო ურთიერთობები, ხო? ამიტომ როგორც წესი საყვარელი ადამიანების მიმართ ბრაზი უფრო ბიჭდება უცხო. საყვარელი და ზიზღიო მისცეთ რაღაცნაირი პოლარული ემოციები ასე ვთქვათ შეიძლება იყოს. ხო, ანუ იმიტომ რომ ხო პოტენციურად ზიანის მომტანად შეიძლება აღვიქვა ჩემი საყვარელი ადამიანის რაღაცა ქცევა. ამიტომ აი ამ მაგას ვამბობ ურთიერთობებშიც სიმწიფე რას დასრული ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მინიმუმ საბაზისო ემოციებს ვიცნობდე, რატო წარმოიქმნებოდა, რისკენ მიბიძგებს, რა ენერგია მოაქვს და რის მოტივაციას მიჩენს, ეს ვიცოდე. და ნუ ზოგადად ეს თვითცნობიერება რომ მე აი ამ რა მინდა, ხო, რა შედეგის მიღება მინდა, რა რესურსი მაქვს და ეს ემოციური რესურსია ძალიან მნიშვნელოვანი. და როგორ გარდავქნა ეს ყველაფერი, ხო? მთელი კომპეტენციებია მოგეთ ემოციური ინტელექტის, მან თუ შევალთ, ვერასდროს ვერ დავამთავრებ ჩემ პოდკასტს.
და საიდან მოვედი აქ აღარ მახსოვს. ჩვენ მოვედით თვით სიყვარულზე ვსაუბრობდით. თვით შეფასებაზე დავიწყეთ და რეალურად ადამიანს თვით სიყვარულამდე რომ შენი თავი თუ იღებ და სხვებსაც იღებ, შენი თავი თუ გიყვარს, სხვაც გიყვარს, ხო რეალურად კი, ზუსტად საკუთარი თავის მიღების პირდაპირ პროპორციული, ანუ რამდენი ადამიანის მიღება შემიძლია რა, რაც უფრო ვაფართოებ საკუთარი თავის მიღებას, კი, ზუსტად ეგ არის შენი სიმძლავრე, ასე ვთქვათ, სიყვარულის, მით უფრო მეტი ადამიანი მიყვარს და მე საერთოდ ესეთი პის მაქვს, რა ქვია, გამონათქვამი, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გიყვარს, მით უფრო წარმატებული ხარ. იმიტომ რომ წარმატება მაინც ხო სოციალური ის არის და შენ თუ ბევრი ადამიანი გიყვარს, ანუ ბევრი ადამიანის მიღება შეგიძლია, ანუ შენი ცნობიერება არის ძალიან გაფართოებული და ეს ძალიან მარტივად კონვერტირდება მე შედეგებში. ურთიერთობები შეგიძლია. ურთიერთობები კი. და ეს ნამდვილად ის არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, რაც სხვათა შორის სულ მქონდა, მაგრამ აღმოვაჩინე ამ ბოლო წლებში, რომ აი ხა დავიწყე ამის გამოყენება. და ძალიან სასიამოვნოა. ხო, ბუნებრივია. იმიტომ ალბათ საკუთარი თავის მიღებაც ეხა დავიწყე და ხო ეს ძალიან აისახა აი ყველაფერზე აბსოლუტურად. აბსოლუტურად ძალიან ჯერ ერთი ამ დროს იცვლება ანუ ჩვენი ტვინის მუშაობის რეჟიმი. და ანუ ჩვენ როგორ იცვლება მოდი უთხრათ. ჩვენი ტვინის მუშაობის რეჟიმი არის ძირითადად სულ ამ გადარჩენის რეჟიმზე და სულ ამ ნაკლოვანებების ამოვსებაზე ვართ, სულ უნდა გადავრჩეთ, იმიტომ რომ ესეც ძალიან ფიზიოლოგიურია ჩვენი ტვინიდან გამომდინარე ევოლუციურად მოკეთ ის ინსტინქტებზე და იმპულსებზე პასუხისმგებელი ტვინი გაცილებით ძველია ვიდრე ქცევაზე, ხო? რეპტილიური და ლიმბური სისტემა და ეს მოკეთ ნეოკორტექსი გაცილებით ახალია, ну რაღაც 3-5 მილიონი. ისინი 100 და 10 და შესაბამისად ანუ ავტომატურ რეჟიმში როცა ვცხოვრობთ, სულ გადარჩენის რეჟიმში ვართ, იმიტომ რომ ტვინის ისრები როცა ცნობიერად არ ვართ, ხო? ზოგადად კი, ხო, ზოგადად ტვინის ფუნქცია არის რომ ჩვენ ფიზიკურად გადავრჩეთ და ის რომ იმიტომ რომ ანუ ისე ვიქარი რა რომ ლომები და ვეფხვები მოსდევენ. და სულ პრობლემებს ეძებს რომ გადაგვარჩინოს და ამიტომ მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ აი ეს მუშაობა რომ განცდა მოვიდეს რომ გადავრჩი. და აი ამ განცდიდა რომ უკვე გავაცნობე რომ გადავრჩი, მერე იწყება უკვე განვითარების რეჟიმი და განვითარების რეჟიმში მყოფით, ანუ ის ტვინის ისრები გადარჩენის რეჟიმში, როდესაც არიან პრობლემაზე ორიენტირებულები რო არიან და ასე შემდეგ, საერთოდ იხურება, ანუ აი ეს შემოქმედებითობა, რა ვიცი, მეხსიერებაც და ყველაფერი ანალიტიკური, ყველაფერი მიმცირდება, რა ქცევაზე პასუხისმგებელი ტვინის შრე და შემოქმედებაზე და ანალიზზე და ლოგიკაზე და მეხსიერებაზე და ყველაფერი ეს ვიწროვდება. და შესაბამისად მე ვეღარ ვცხოვრობ, ანუ შეიძლება ყველაფერი სრულფასოვნად ვეღარ ვცხოვრობ, შესაძლებლობებს ვეღარ ვხედავ მხოლოდ პრობლემებს და ვცდილობ მხოლოდ გადავრჩე და ზუსტად აი ამ გადარჩენის რეჟიმიდან გამოსვლაში გვეხმარება ეს, რომ რაღაცნაირ ბევრი რაღაცა გჭირდება, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ ბევრი რაღაცა ჯერ ერთი სულ მაგას ვამბობ ხოლმე, რომ აი სიტყვებიც კი, რომელსაც ვამბობთ, არის ხოლმე გადარჩენის რეჟიმში მყოფი და ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თუ მაგალითად ვამბობ, რომ მე უნდა გამოვასწორო რაღაცა. ანუ ესე იგი არასაკმარისი ვარ. ხო, უკვე ვამბობ რომ მე ვარ არასაკმარისი, უნდა გამოვასწორო და თუ ვამბობ რომ უნდა გავაუმჯობესო, ესე იგი ოკეი ვარ და ეხლა უნდა გავაუმჯობესო და აი ესეთი ფოკუსებიც კი, აი რასაც კოუჩინგში ვაკეთებ ხოლმე პრობლემას და იმას რა ქვია, გამოწვევას რო ვეძახით, ხო, რომ იმიტომ რომ ის რაღაცა ყოველთვის არის ეს სიტყვები ტვინს აბრუნებს მოკლედ ამ გადარჩენის რეჟიმში და არის სიტყვები, რომლებიც აი განვითარების რეჟიმში გადავყავარ, შესაძლებლობებს მანახებს, ანუ აფართოებს ჩემს ცნობიერებას და აქტიურებს ჩემს შემოქმედებით უნარს. ორგანიზმი, რა თქმა უნდა, მაგის მიხედვით მუშაობს, იმიტომ რომ თვითგადარჩენაზე როცა ხარ, ისედაც სულ რაღაც კორტიზოლზე და ის ავიწროებს ცნობიერებას. ხო. და მიჩვევა იცის ამან ძალიან. კი, ანუ კორტიზოლი ჩვეულებრივ თუ სხეულებრივად ვლაპარაკობთ, კორტიზოლის დროს რაც ხდება ეს, რომ მე სუნთქვა მიიშვიათდება, გულისცემა მიჩქარდება და ასე შემდეგ, ჩვეულებრივად ანუ და გაიქეცი ან იბრძოლე, ხო, ესეთი ის არის, ანუ ხო, ან გაიყინე, ანუ არაფერი არ შემიძლია, ან შემიძლია რომ გავიქცე, ან შემიძლია რომ ვიომო, ან შემიძლია რომ გავიყინო, ხო? შესაბამისად, ამ ვერც ერთ რეჟიმში მე ვერაფერს ვერ შევქმნი, ახალს ვერ შევქმნი. ვერ ვაუმჯობესებ. ვერაფერს ვერ ვაუმჯობესებ და განვითარების რეჟიმი არის იქ, ხო, და
თვითონ ეს ყველაფერს თავი დავანებო გაიშვიათებული სუნთქვის პირობებში ჟანგბად სისხლი არ მიეწოდება ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდება შესაბამისად ანუ სისხლში ჟანგბადის რაოდენობა მცირდება შესაბამისად ვერ ფუნქციონირებს ტვინი რა და ინსტინქტების დონეზე რაღაცებს ვაკეთებ და შეუძლებელია მოკეთ მხოლოდ ასეთი ინსტინქტების და იმპულსების დონეზე ცხოვრებით რაღაცა ახალი შექმნა ხო და გინდა არ გინდა ჩვენ ისედაც ძალიან ბევრ რაღაცას წარსულის მოდელებით ვაკეთებთ და კიდე ამასაც თუ შევავიწროვებთ ხა რა მინიმალური მომავლის ხედვებიც გვაქვს და რესურსებიც და აწყოს რესურსს ვერ გამოვიყენებთ მით უმეტეს მოკეთ ძალიან გაგვიჭირდება გაუმჯობესება და თან ამ ნაკლოვანების ამოვსებაში პროგრესი თითქმის არ არის და აქეთ თუ დავამთავრებ ამ საკუთარ თავთან მივიღებ საკუთარ თავთან მექნება განცდა რომ მე ვარ საკმარისი მე უკვე ასე ვთქვათ აი ირთვება ტვინის ის რეჟიმი რომელსაც ქვია განვითარების რეჟიმი და თვით სიყვარულზე რახან საუბრობდით კიდე აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი აი როგორც როცა სიყვარულზე საუბრობთ რომ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ადამიანის არსი და ადამიანის ქცევა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობ და არ ვიცი რამდენად გასაგებია ხოლმე ყველასთვის მაგრამ აი ეს ძალიან საკვანძოა რომ გავმიჯნოთ ქცევა შეიძლება რომ ეზიზღებოდეს, მაგრამ არსი უნდა მიყვარდეს, ასე ვთქვათ, ეს არის მოკლედ სწორი დამოკიდებულება. ნუ რეალურად ქრისტიანობა ამას გასწავლის. კი, ზუსტად ამას გასწავლის. მეგონი ყველაზე გასაგები უნდა იყოს ჩვენთვის. ხო, ჩვენთვის ქართველებისთვის ეს ძალიან გასაგები არის. და მეორე არის, როდესაც ვსაუბრობ თვითსიყვარულზე, აქ რაღაცნაირად არასწორად არის ხოლმე ეს თვითსიყვარული აღქმული რა, რომ თვითსიყვარული თითქოს არის, რომ ეხა წამოვწვევი და არაფერს არ გავაკეთებთ რაღაც, ანუ თუ რაც მინდა ყველაფერს ისე გავაკეთებთ, აი რაღაცა ცოტა სხვა რაღაცეებზე არის სინამდვილეში თვითსიყვარული არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საკუთარი თავის მიმართ სადაც აი შენ რასაც აკეთებ კვებიდან დაწყებული ყველა ასე ვთქვათ ყველა ჩემი ჩვევა უნდა იყოს კონსტრუქციული და მე თუ დესტრუქციული ჩვევები მაქვს ეს არ არის თვითსიყვარულის გამოხატულება ხო და ამიტომ როგორც თვითშეფასებაზე ვამბობ ხოლმე რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხის და შედეგების პირდაპირ პროპორციული ეს თვითსიყვარული ზუსტად ესეა რა იმიტომ რომ თუ ჩემი ჩვევები არ არის კონსტრუქციული ის დესტრუქციული ჩვევები რა შედეგებსაც მოიტანს მე მგონი ყველასთვის გასაგებია ხო ამიტომ თვითსიყვარულიც ნიშნავს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას რომ საკუთარი თავის ასე ვთქვათ განვითარებისთვის საკუთარი თავის კარგად ყოფნისთვის კი ზრუნვა მაქსიმალურად ფიქრის, წარმოსახვის, ემოციის მართვა ცოტა გვიჭირს, ანუ უფრო ფიქრიდან გამომდინარე ვმართავთ, ხო, ემოციებს. ყოველ შემთხვევაში ემოციური ჰიგიენა, მენტალური ჰიგიენა, ფიქრის და წარმოსახვის და სიტყვების და ქცევების კონსტრუქციულობა, ანუ ეს ყველაფერი ძალიან ბევრ ფილტრში უნდა გავატარო, რომ მე ვთქვა, რომ მე თვითსიყვარული როგორც აქტი, ასე ვთქვათ, გამომდის რა. თორე ესე რომ ვიძახა, რომ მე მიყვარს ჩემი თავი როგორ გამოიხატება ეს შენი სიყვარული იმით კი არა რომ არაფერს არ აკეთებ და ხო უბრალოდ გიყვარს არა ქმედებაში უნდა გამოიხატება ხო სიყვარული როგორც ასე ვთქვათ ქმედება ურთიერთობაშიც ქმედება და საკუთარ თავთან მიმართებაშიც ქმედება და თუ მე გამომდის კონსტრუქციული ჩვევები საკუთარ თავთან ურთიერთობაში ეს ავტომატურად გამომდის სხვებთანაც და თუ მე დესტრუქციული ვარ საკუთარ თავთან ძალიან ვცდებით ხოლმე როცა გუგონია რომ ეს ანუ მე ჩემ თავზე მეტად სხვა მიყვარს პოეტურად ჟღერს მაგრამ და ძალიან რომანტიულად შეიძლება მაგრამ რეალურად თანაცხოვრებაში და რეალურ ცხოვრებაში თუ ჩემი თავი არ მიყვარს ვერ მოვიტანს სარგებელს ერთ-ერთ ურთიერთობაში აი თვითფრინავშიც ხო დედაპირველი იკეთებს ნიღაბს და მე ხო იმიტომ რომ მე თუ მე რაც მაქვს ჩემ შიგნით მხოლოდ იმის გაზიარება შემიძლია ჩემთვის ამიტომ მე მაქსიმალურად ვცდილობ რომ ჩემში მქონდეს ბევრი კარგი რაღაც რომ თუნდაც ურთიერთობაში აი ეს გავაზიარო და ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე ის არის რომ აი ამ ჯანსაღი თვითშეფასების ემოციური და ფსიქიკური დასრულობის დროს შეიძლება მხოლოდ სხვასთან ურთიერთობაც გამოვიდეს კარგი იმიტომ რომ მე ვარ არა ნაკლოვანების მდგომარეობიდან და რომ მე რაღაც მაკლია და ვიღაც მაკლია და უნდა შევავსო. არა, მე ვარ აბსოლუტურად სავსე, კი და მე თან შეიძლება ეს ადამიანი აღარ იყოს შენ ცხოვრებაში და მე ისევ რჩები ნაკლოვანებით, ხო? კი, თუ ნაკლოვანების ამოსებისთვის მინდა ადამიანი, ეს არ არის სიყვარული, ეს არის რაღაცა არ ვიცი რა ქვია. მიჯაჭვულობა. მიჯაჭვულობა, ალბათ, უფრო ყოფითი სახელი მინდოდა და მე ვქვა არა, ნუ ისეთი. ხო და აი ეს თვითონ, როდესაც მე ვარ სავსე, მე
ვმუშაობ იმაზე, რომ საკუთარ თვით სიყვარული, მე თვითონ თუ არ მოგეც სიყვარული ცავსე და ყველაფრით რა, ჩემი ემოციური დასრულება შედგა ფსიქიკური, მე უკვე შეიძლება გამომივიდეს ჯანსაღი ურთიერთობა, იმიტომ რომ მე ურთიერთობაში შევდივარ იმისთვის, რომ აი ჩვენ მე აი ეს ყველაფერი მაქვს, მე მაქვს ჩემი სამყარო, შენ გაქვს შენი სამყარო, ამ ერთ სამყაროს და მე რამდენად გვინდა რომ ჩვენ ეს სამყაროები გავაერთიანოთ, ხო? და რა დოზით გვინდა გავაერთიანოთ და ასე შემდეგ და რაღაცა ერთად და სხვა შემთხვევაში სულ სირთულეებია, იმიტომ რომ თუ ემოციური დანაკლისის გამო მჭირდები, ფინანსური დანაკლისის გამო მჭირდები, ფსიქიკური დანაკლისის, რაღაცეების დანაკლისების ამოსებისთვის თუ მჭირდები, მე რა თქმა უნდა ეს არ არის ჯანსაღი ეს ურთიერთობა. და აი ზუსტად ანგარებიანი გამოდის არა? ანგარება ხო მე არ აქვს, შეიძლება ფულის გამო კი არ იყოს ეს ანგარება, ჩემი ემოციური ნაკლოვანი არ აქვს მნიშვნელობა, ეს ანგარება არ არის და მხოლოდ ფული რა, არის შეიძლება ემოციები იყოს, ემოციები მჭირდება და უსაფრთხოება მინდა და ამ უსაფრთხოებას ვეძებ შენგან და ამიტომ აი ეს არის ჩვენ საზოგადოებაში, რომ ჯანსაღი თვითშეფასების ბაზე მუშაობა, სადაც მე საკუთარ ღირებულებაზე მუშაობ, კომპეტენციაზე მუშაობ, საკუთარ ემოციურ და ფსიქიკურ დასრულობაზე მუშაობ, თვითსიყვარულზე მუშაობ, მე უკვე ბუნებრივად მაქცევს იმ ადამიანად, ვინც სასარგებლო ვიქნები მარტო ჩემი თავისთვის კი არა, სხვებისთვისაც რა და ნებისმიერ ურთიერთობაში, სამსახურში, საზოგადოებაში რაღაცა სარგებლოს მოვიდან და თუ მე დესტრუქციული ვარ საკუთარი თავისთვის, ეს დესტრუქცია მომაქვს ყველა ურთიერთობაშიც. ძალიან საინტერესო არის, რომ რეალურად ეხლა ხო ეგეთ ეპოქაში შევედით, რომ რაღაცნაირად განვითარდით მეტნაკლებად ადამიანები, ცნობიერება გაფართო, აი ახალი თაობა იბადება ძალიან განვითარებული ცნობიერებით. ნუ ჯერ ტექნოლოგიები და ეს ციფრული ეპოქა მაგის შესაძლებლობას იძლევა, ხო, რომ წვდომა გვაქვს ძალიან ბევრ ინფორმაციასთან და თუ აი ესეთი რაღაც იმას შევხედავთ, ხო, აი რისი გჯერა ადამიანებს და რეალურად ჩვენს ქცევას და ჩვენ შედეგებს ხო განსაზღვრავს ის როგორ ვიქცევით, ხო? მე როგორ ქცევის სტრატეგიას ვიჩვევ და საბოლოო ჯამში რისი გჯერა, ხო? ეს განსაზღვრავს რა შედეგებიც გვაქვს და ეხლა როდესაც უყურებთ ჩვენ სოფლიოს შედეგებს არ მოგწონს, ხო? მაგრამ ჩვენ შევქმნით ადამიანებმა ეს შედეგები და სულ ამბობ, ეს არის გაუცნობიერებელი ევოლუციის შედეგი, რომ მოვედით აქამდე, რომ სადღაც მთელ სოფლიოში ომია, ბავშვები შიმშილობენ, მოკეთ არაფერი არ ხდება, ვერ დავამარცხეთ ძალიან ბევრი დაავადება და ასე შემდეგ, ხო? ნუ ეს არის ჩვეულებრივ ცნობიერების პრობლემა, გაუცნობიერებელი პროცესების, ასე ვთქვათ, ქცევების შედეგი და ნელ-ნელა შევდივართ აი ესე უწოდებენ ყოველ შემთხვევაში მეცნიერები ცნობიერი ევოლუციის ეტაპზე, რომ ადამიანები ნელ-ნელა მივხვდით, რომ ჩვენ თუ ვქმნით ამ შედეგებს, მოდი აბა ცნობიერად ჩავერთოთ ამ შედეგების შექმნაში, რომ იქნება გამოგვივიდეს მოკეთ უკეთესი შედეგების შექმნა და ეხლა ცნობიერების გაფართოება, აი პირველი დონე არის, რომ აი რაღაცამ როცა მინდა გავაკეთო, პირველი დაბრკოლება რა არის, რომ ეს შეუძლებელია. თუ აქამდე არ გამიკეთებია, ხო, ამის მჯერა. და დღეს ახლა კაცობრიობა და გინდა ჩვენ ქვეყანაშიც უკვე დავინახეთ, რომ რაღაცები, ანუ ბევრი რამე შესაძლებელია, ანუ ეს დონე, რომ ეს შეუძლებელია, რაღაცნაირად გადავლახეთ. შეიძლება ინდივიდუალურად რაღაცებთან მიმართებაში ვქონდეს, მაგრამ კოლექტიურად მეტნაკლებად ეს უკვე რაღაცნაირად გადაილახა. მეორე დონე მოდის, რომ ანუ ეს კი შესაძლებელია, მაგრამ შესაძლებელია სხვებისთვის და ჩემთვის არა. ანუ აი შენ თაკო, იმიტომ რომ ლამაზი ხარ და უშუალოდ გამოგივა და მე არა, ხო ხდები, ანუ ესეთი ის მაქვს რა, ადამიანებს ესე გონიათ. ხო, ანუ ასეჯერ მეუბნები კომპლიმენტს. ხო, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ხარ. ხო და ეს შესაბამისად, ეს წმენა წარმოდგენა მე მოკლედ ეს სადღაც ადამიანები და საზოგადოება გაიჭედა, რომ პირობითად რომელიღაცა ქვეყანა შეუძლია, რომელიღაცა ინდივიდი შეუძლია, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ ან სიტყვაზე ხვიჩა კვარაცხელია შეუძლია, მაგრამ მე არ შემიძლია, რომ მაგალითად სანამ ხვიჩა კვარაცხელია შეძლებდა, მანამდე საქართველოს არ შეუძლია იყო, ხო, როგორც კი ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო, მე უკვე რაღაცნაირად მოვიდა, რომ ესე იგი ქართველებსაც შეგვიძლია, ხდები და ესეთი მოდელებიც, მოკეთ ესეც ნელ-ნელა ilახება ეხა გლობალიზაციის ფარგლებში, რომ ადამიანებმა დავინახეთ, რომ ანუ არავინ არავიზე გამორჩეული არ არის, აქ მოკეთ რაღაცეებია, კი არის რაღაც უნარებია რა ადამიანს ვიღაცას რაღაცა შეუძლია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ დონეზე, ესე იგი მე ეს შემიძლია რომ გავაკეთო, ანუ სხვას თუ შეუძლია, მე შემიძლია და პირობითად თუ აი ინდივიდუალურად მუშაობთ ხოლმე, თუ მე რაღაცეები გამომცვლია წარსულში და რაღაცა და ამაზე მიმუშავებ და გავიხსენებ, რაღაცნაირად დავინახავ, რომ ანუ მეც შემიძლია რა რაღაცა ჩემთვის მნიშვნელოვანი რომ გამომდეს და აი ყველა ეხლა სადაც მივედით კაცობრიობა, ასე ვთქვათ და ინდივიდები ყველაზე რთული გამოწვევა არის ხოლმე, რომ კაი, ეს შესაძლებელია, მე შემიძლია, მაგრამ მე ამას არ ვიმსახურებ. და ეს მე ამას არ ვიმსახურებ არის ნაცნობია ჩემთვის, შენ გქონდა ეს? კი, როგორ არა და ეს არის წმენა წარმოდგენა, რომელიც არის დაკავშირებული სისტემებთან. ანუ მე პირობითად
საქართველოში თუ ცხოვრობ, ბედკრული საქართველოს შვილი ვარ, რაღაცნაირი ჩემ სისტემასთან მიჯაჭვულობა და ჩემთვის როგორც სოციალური არსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიკუთვნებულობის განცდა. მე მივეკუთვნები ჩემს ოჯახს და ჩემს ოჯახში რაც ისტორიებიც იყო, მე იმ ისტორიებში თუ არ ვარ, ქვეცნობიერად რა თქმა უნდა რა, ანუ ის იმათი პირობითად ფინანსური მდგომარეობა, იმათი ოჯახური, იმათი ბედნიერების ინდექსი, იმას თუ გავცდი, ეს ნიშნავს, რომ მე ვკარგავ მიკუთვნებულობას ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან და ძვირფას სისტემასთან და მიკუთვნებულობის გარეშე ადამიანი ვერ გადარჩება, ანუ ფუნდამენტური მოთხოვნილება მაქვს ამ მიკუთვნებულობის, ხო? და თუ მე მჯერა რომ ამის გარეშე ვერ გადარჩები, ანუ მე მგონია რომ მე არ ვიმსახურებ იმაზე მეტს, ვიდრე ჩემი სისტემა, ეს იქნება ოჯახი თუ ქვეყანა თუ გააჩნია რა 90-იანების ჩვენი სიბნელე რაც გამოვიყარეთ. ჩვენი რაღაცა მიკუთვნებულობა აი ამ თუნდაც მასთან რაღაც საზოგადოებასთან. ან შეიძლება რაღაც შენ კარგად იყო, მაგრამ მეზობელი არ იყოს კარგად, ხო და უკვე აღარ გსიამოვნებს ესეთი გამორჩეულობა, ესეც ხო არის. კი, მე ხო, კავშირს ვკარგავ, მიკუთვნებულობა მეკარგება, მიკუთვნებულობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ მე ამას არ ვიმსახურების. უკან დგას აი ეს, რომ ჩვენ გარკვეულ სისტემებთან ალბათ, ხო? შიში რომ არ დავკარგო კავშირი ჩემთვის მნიშვნელოვანია. მარტო არ დავრჩე, კი. და ამიტომ გახდა ეხლა მთელ სოფლიოში სისტემური განლაგებები რა, ესეთი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ და იმიტომ გადავიდა ყველა ამ დაუშვათ ადამიანები აი ეს კიდე სულ სიტყვა ეს ტრანსფორმაცია და სულ რაღაც წყურვილი რომ რაღაცა შეცვალოს ადამიანმა, ხო? იმიტომ რომ აი იმ ეტაპზე თუ მე ის გადავლახე რომ მე შემიძლია, ანუ ჩემთვის ზოგადად შესაძლებელია, ჩემთვის შესაძლებელია, მაგრამ არ გამომდის, უნდა მივხვდე რომ უკვე პრობლემა არის იმაში, რომ მე სადღაც რომელიღაცა სისტემასთან მიკუთვნებულობის გამო მგონია რომ ამას არ ვიმსახურებ. იმიტომ რომ სინამდვილეში ძალიან ხშირად ვიმეორებ ამასაც. ჩვენ ყველას გვაქვს ის, რასაც გგონია რომ ისიც გჯერა რომ ვიმსახურებთ. ამიტომ რომ ძალიან ხშირად ხო ამბობენ რომ აი რაც დაიმსახურე ის მიიღეთ რაღაცა რა. ხო, სინამდვილეში არა, რაც დაიმსახურე კი ისიც მჯერა რომ ვიმსახურებ. ვალიდაციას გიკეთებ სამყარო. კი, ისიც მჯერა. შეიძლება ცნობიერად საერთოდ არის. არა, ეს არის აბსოლუტურად გაუცნობი. ძალიან აი წამში ესე რომ რაღაც იყო რომ რაღაც მქონდა გეგმა რომ აი ამ პერიოდში თქოზე 1 წელში რაღაცა უნდა მომხდარიყო. მივიღე აი იმ წამსვე ყველაფერი რაც თქვათ 1 წელში 2 წელში მქონდა თავში რომ უნდა მიმეღო. ისეთი შიშის განცდა ვიგრძენი და რაღაცნაირად აი მახრჩობდა რომ ვერ მივხვდი ისი შემეშინდა და მე რა თქმა უნდა ჩავშალე და მქონდა უკვე რაღაც გამოცდილება საკუთარ თავზე მუშაობის და მივხვდი რომ ანუ არ დავიმსახურე იყო ამის უკან და ხო ძალიან ისეთი შეგრძნება იყო და მოკლედ დავამუშავე ეგ და კი აი ხო ჩვენ ქვეყანაში ფინანსური პრობლემების უკან დგას სულ ეს, რომ ჩვენ გვეშინია სინამდვილეში გავხდეთ მდიდრები. იმიტომ რომ ჩვენ აი 90-იანების გამო მიკუთვნებულობა გვაქვს იმ რაღაცა გაჭირვებასთან, იმასთან და აი ამ სისტემასთან მიკუთვნებულობა ჩვენთვის იმდენად უსაფრთხოა. იმ სისტემაში გადავრჩი და შესაბამისად მგონია რომ იმ სისტემას თუ გამოვეყოფი, შეიძლება ვეღარ გადავრჩე, ხო? ჩემ რაღაცას დავამატებ. გონია რომ 90-იანებში ისეთი არასწორი გზით ხდებოდა გამდიდრება. ზუსტად რომ წმენა წარმოდგენები გვაქვს რომ ფული ცუდია, რაღაცა მდიდრები ცუდები არიან. ეს სხვათა შორის ეს წმენა წარმოდგენები არ არის მხოლოდ საქართველოში. ანუ ეს მთელ სოფლიოში გავრცელებულია, ეს ნუ მოკლედ რეალურად თუ შეხედავ ფული არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, ანუ საშუალება. როგორ შეიძლება ფული ან კარგი იყოს ან ცუდი. გააჩნია ეს არის საშუალება, რომელსაც როგორ გამოიყენებ, ხო? კომუნისტების დროს ცუდი იყო თან. ხო, იქ სისტემას რუნავდა იმაზე, რომ შენი კი, სისტემას რუნავდა იმაზე, რომ ეს ყოფილიყო ცუდი. ხო? ანუ შენ ცუდი გზით უნდა გეშოვნა თუ რაღაც არაპატიო, შენ თუ ღირებულება შენთვის იყო პატიოსნება, უპატიოსნო გზით უნდა გეშოვა ეს და შესაბამისად ფიზიკურად ვერ შევიდი მე მგონი თან კომუნისტების დროს ფულს პატიოსანი გზით. პატიოსანი გზით, ხო, ნუ არ ვიცი. ამიტომ რაღაც რაოდენობა იყო შესაძლებელი რომ გეშოვა. ხო, შეზღუდული იყო. დანარჩენი ხო იყო ან რაღაცა ნეპოტიზმი, ან რაღაცა ჩუმა, თან რაღაც, ხო? ყოველ შემთხვევაში აი ეს წმენა წარმოდგენები ჩვენში ისევ არის რა და სამუშაო გვაქვს ამაზე, როგორც ურთიერთობებზე, მათ შორის ქალებს, ქართველ ქალებს ბედნიერებაზე გვაქვს სამუშაო, აქაც ესეთი მიკუთვნებულობა გვაქვს რაღაცა გლოვასთან, ტრაგიზმთან, საკუთარი თავის არსიყვარულამდე მივდივართ, ხო? კი, მივდივართ იმასზე, რომ აი ეს ზოგადად პიროვნულად რაც უნდა განვითარდეთ, მატერიალური ხაზი, სადაც ურთიერთობები და ფინანსები შემოდით, ესეც მნიშვნელოვანია რა, იმიტომ რომ მატერიალურ სამყაროში ვცხოვრობთ და ამის ასე ვთქვათ ვალიდაცია თუნდაც საკუთარ თავთან, რომ ანუ მე ესეთი ანუ აი ამის
საუბარი ამაზე რომ მე მინდა ვიყო მდიდარი ლამაზი პირობითად ესეთი ბედნიერი კარგი ურთიერთობა მქონდეს და რაღაცა აი ამაზე საუბარიც კი მე მიკუთვნებულობას მაკარგვინებს იმიტომ რომ ამაზე ხო არ ვსაუბრობდით ადრე და ასე შემდეგ და ამიტომ აი შენ რას თქვი ხო? როგორც კი ჩემ ცხოვრებაში რაღაცები უკეთესობისკენ იცვლება, დისკომფორტი მაქვს. იმიტომ რომ იმ არასასიამოვნო თუ არასასარგებლო პროგრამებზე ისეთი მიჯაჭვული ვარ, იმასთან ისე კომფორტულად ვცხოვრობ, რომ იმას რომ გამომაცლიან საყდენივით მაქვს რა. კიდე მგონია ის მოქმედებს, რომ როცა კარგად ხარ საქართველოში სხვაგან არ ვიცი, არ მიცხოვრია ესე ხო ამდენი ხანი და ჩვენ იმას გარემოს ვიცნობ. მოკლედ არ უყვარ ხარ ხალხს, როცა კარგად ხარ. რატო? აი მე ესეთი განწყობა. წარმოდგენა. ეგეც არ არის სწორი წმენა წარმოდგენა. რატო არ უყვარ ხარ? აი მგონია რომ როცა კარგად ხარ, იმიტომ რომ ქართველები შურიანები ვართ, ეს წმენა წარმოდგენა? კი. არა, რატო? მე ესე აღვექვამ. როცა კარგად, როცა ცუდად ხარ, ყველა შენს გვერდზე არის. ოღონდ ახლა მეგობრებზე არ ვსაუბრობ. შენ ამბობ რომ კი, ეგ ანუ გლოვა უკეთესად გამოგდის, ვიდრე ეს. ეგ არის ემპათიის ნაკლებობა. ეგ არის ემპათიის ნაკლებობა. უი, ძალიან საინტერესო თემაზე გავედით ახლა, ხო? ნახე, ეგ არის ემპათიის ნაკლებობა, იმიტომ რომ ჩვენ თანაგრძნობა გამოგდის, თანაგრძნობა, ანუ აი გლოვაში ვართ ძალიან მაგრები, მაგრამ ემპათია თანაგრძნობის გარდა, ანუ თანაგანცდას, ანუ სიხარულს ხვისი სიხარულის გამო გულისხმობს. ხო, მე უნდა გამიხარდეს შენი სიხარული. ეს რომ გამომივიდეს, მე უნდა ვიყო ძალიან თვითცნობიერი. და შესაბამისად, თუ არ არის ადამიანი თვითცნობიერი, არ გამოსდის სიხარული. მე მაგალითად მეგობრები ირგვლივ დავიტოვე ის ხალხი და ნუ დავიტოვე რა ესე მოხდა და ძალიან ბედნიერი ვარ, ვისაც ჩემი კარგი უხარია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე საერთოდ არ ვიცნობ ისეთ ადამიანებს, ვისაც ჩემი ხალხი არ, ჩემი კარგი არ უხარია, მეგობრები კი არ ვიცნობ, მართლა არ ვიცნობ. მე ვიცნობდი ესეთ ხალხს. მართლა არ ვიცნობ. და ცუდად რო ხარ, მაგრები რო არიან შენ გვერდზე გომაში და ცოტა უფრო ხო აი გლოვა რო კარგად შეუძლია. ეს არის იმ ადამიანების ასე თქვა თვითცნობიერების პრობლემა. რა თქმა უნდა, უბრალოდ მე ვამბობ რომ საქართველოში ხო, ნუ ეგ არის თვითცნობიერება. მაინც ესეთია. ხო, ნახე ნუ რაღაც გაჭირვებაზე გავდივართ ისევ ხო, სიღარიბეზე. ცნობიერების დონე. ხო, რაღაცა იქიდან გამომდინარე რომ ანუ მე პირიქით ნახე კი ეს ობიექტური როგორც ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ ცნობიერება როცა ვითარდება, ანუ რეალურად ჩვენი ცნობიერება ქმნის ჩვენ ყოფიერებას. ყოფიერება კი არ ქმნის ცნობიერებას. აი ცნობიერება ქმნის ყოფიერებას. ანუ გარემო არ მოქმედებს ჩვენ ცნობიერებაზე. გარემო ახდენს გავლენას, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორი ცნობიერებაც გვაქვს, ისეთი ყოფიერება გვაქვს. მესმის. ანუ აი ჩვენ მაგრამ თან თითქოს დაკავშირებულია. ერთმანეთთან კავშირშია, უბრალოდ ჩვენ რო აი წეღარაზე ვსაუბრობდით, ხო? ჩვენ რა შედეგები გვაქვს? რასაც ვაკეთებთ, ხო? რა ქცევებიც გვაქვს. რა ქცევები გვაქვს, ანუ რა ქცევის სტრატეგიებსაც ვიშალებ, რა უნარებიც გვაქვს. ეს უნარები საიდან მოდის? რისიც მჯერა რა ღირებულებებიც მაქვს, ხო? და საბოლოოდ მე მივდივართ იდენტობამდე და მისიამდე და ცხოვრების დანიშნულებამდე, საზრისამდე და ასე შემდეგ. ხო, პირამიდა. მაგრამ ხო და შესაბამისად ის თუ რა მაქვს განპირობებულია იმით თუ ვინ ვარ. ხო? და რას ვაკეთებ? ანუ რას ვაკეთებ ჩემი ბინგიდან გამომდინარე, ჩემი იდენტობიდან გამომდინარე, ჩემი რწმენებიდან და ღირებ, ხო, ცნობიერება, ნის ყოფიერება. ხო, ყოფა როგორც ანუ ბინგი, მაგრამ ეს არის ჩემი ცნობიერება რა, რამდენად გაცნობიერებული მაქვს საკუთარი იდენტობა, საკუთარი ღირებულებები, საკუთარი. მაგრამ მოდი აი მან ჩავშალოთ ახლა მაყურებლისთვის, რომ უბრალოდ თუ აი ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ მართლა არ ვიცი ბავშვს რა ვაჭამო, რა ჩავაცვა და აი რაღაც მასლოუს პირამიდის რაღაც ხო, მესმის ახლა პირველ საფეხურზეა და აი ამაზე ვთქვათ ზრუნავ. ნუ რაღაც პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა და ცნობიერების ამაღლება. ნუ გაჩნიათ ალბათ რა გენეტიკიდან მოდიხარ, რა ინფორმაციით მოდიხარ, მაგრამ ვაჟაფშაველა გაიხსენი, აბა. ხო, ნუ ვაჟაფშაველა, ახლა ერთეულები. ხო, ანუ მაგას ვამბობ რა, ცნობიერების დონე. და თან თაში ცხოვრობ. და რომ თაში ვარ ნამყოფი, მართლა ისეთი საოცარი ტრანსფორმაცია მქონდა, 16 წლის ვიყავი, იმის მერე შევიცვალე.
სადაც გარდამტეხი იყო. სად იყავი? შატილში და მე მოვიარეთ მთელი ხევსურეთი და იმ მომენტში პირველად ძალიან არ იყავი მომწონდა. #16 ასაკში. პირველად ვიყავი, ხო, მე თან ცოტა მოხევი ვარ, ხო, მშიოდა. მართლა. მთელი ბავშვობა მთაში ვიყავ. ვარ მთაზე ვგიჟდები და თან შატილზე და ამ ხევსურეთზე ეს არდოტი მუცო, აი ყველაფერი ჯარეგოშიც ვიყავი და ძალიან ისეთი ტრანსფორმაცია მომცა. მაგიტო დარწმუნებული ვარ ვაჟაფშაველა, მაგიტო იყო. კოსმოსთან ქონდა პირდაპირ კავშირი, ხო? არა, ანუ ცნობიერება მაგას ვამბობ რა, რომ ეს არის, ახლა ჩვენ ვაჟაზე როცა ვსაუბრობთ და შოთაზე და ანუ ეს არის სულიერი ხაზი და მისი პიროვნული ხაზი, რომელიც აბსოლუტურად განვითარებული ქონდა, რომელთვისაც ეს მატერიალური ხაზი საერთოდ არ არსებობდა და არ იყო მნიშვნელოვანი. თუმცა თანამედროვე სოფლიოში შესაძლებელია, რომ ეს დაუშვათ მატერიალური და სულიერი და მატერიალური ხაზები ორივე განვავითაროთ რა და არ იყოს ეს ერთმანეთისთვის ხელის შემშლელი და პირიქით. და მაგრამ აი იმას ვთქვი, თუ მართლა რაღაც საკვების მოპოვების დონეზე ხარ თქო, მგონია რომ მასობრივად რთული იქნება, ხო, რომ რაღაც მაღალ ცნობიერებაზე ვისაუბროთ თქო, კითხვას ვამ ანუ. ხო, ანუ რეალურად მაინც ქვეყანაში რო არის ეს პრობლემები, მგონია რომ აი ეს რაღაც გარემოდო ცნობიერება გადაჭარბებულია. ამ ქვეყანას ხო ჩვენ ვქნით ადამიანები. მესმის. ეს და პირობითად ეს მთავრობაც ხო რა ვიცი. კი, მთავრობა რაც ერია ის ბერია. ხო, ჩვენი მოთხოვნის შესაბამი, ჩვენი ცნობიერების შესაბამისია რა, მაინც კიდე არ გინდა. კი, მესმის რომ ეს რაღაცა ეხა ცოტა ისეთი ისინი ხდება რაღაცეები, მაგრამ შეიძლება ეგეც, აუცილებლად შეიძლება, იმიტომ რომ ახალი თაობა მოდის, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული ცნობიერება აქვს, აბსოლუტურად, ანუ რეალურად აი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი მთელი ქვეყნის, ასე ვთქვათ, პრობლემები, რა ვიცი, აფხაზეთიდან დაწყებული პროპაგანდა ყოველთვის რას აკეთებს? თიშავს ადამიანებს, ხო, კონფლიქტებს აჩენს. ანუ მე და შენ გვაპირისპირებს ერთმანეთთან, ხო? და მე და შენ, ხო, მე და შენ თუ დაგვაპირისპირებს, მე ადვილად მოიგებს და რეალურად ადამიანების ცნობიერება აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ერთმანეთის მტრები ვერასდროს ვერ ვიქნები, ჩვენ შეიძლება ვიყოთ პრობლემის წინააღმდეგ გაერთიანებული ადამიანები. აი ამ ცნობიერებაზე თუ მოვალთ, რომ აი ეს არის ცნობიერება, რომელსაც ვთქვით ცხოვრება მშვენიერია. რაც თავიდან დავიწყეთ, რომ კონკურენცია არ არსებობს. როცა ამ ცნობიერებაზე ჩვენ ადამიანები ვერ ვიქნებით ერთმანეთის კონკურენტები. თუ ვითანამშრომლებთ. კი, პარტნიორები ვართ. ეხლა მე სულ ამბობ ხოლმე რა, რომ ეხლა მე თავშოთ ჩემი მისია რომ ადამიანების ცნობიერება გავაუმჯობესო, ხო? როგორ შეიძლება თაკო იყოს ჩემი კონკურენტი, რომელიც იგივე საკეთებს, ჩემი პარტნიორი ხარ და მე შენთან ერთად ხო ამას უფრო მეტად გავაკეთებ. რეალურად ცხოვრება მშვენიერია ცნობიერებაზე ადამიანები ხიდებს ვაშენებთ. და თუ რაღაცა არის პრობლემა, რა ვიცი, კიბო იქნება ეს თუ ომი იქნება თუ ეკოლოგიური კატასტროფა იქნება თუ რაღაცა, იმის წინააღმდეგ ვიბრძვით, ასე ვთქვათ, ხო? ის არის ჩვენი, ასე ვთქვათ, გავეცინა ხა, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანი შემხვდა, ვინც მითხრა, რომ აი რამდენი პოდკასტიაო და ეს ხალხიო ღიზიანდება. ხო და ნუ რა ვიცი რატო არის გასაღიზიანებელი რამდენი კოუჩია რამდენი პოდკასტია ხო და რა კაია პირიქით ანუ ყველა მოძებნის რაღაც საკუთარ აი ხა ჩემთვის აქვს მნიშვნელობას მავიწყდება რომ გამოვაცხადო რომ გამოიწერონ ჩემი პოდკასტი მაგრამ აი ის გამომწერები რაც მყავს მართლა იმდენად მიყვარს ეს პროცესი რომ ის რაოდენობა თუ აინტერესებს ჩემთვის უკვე საკმარისია იმისთვის мотиваცია რომ მქონდეს რომ ეს საქმე ვაკეთო და არ უნდა იყოს ფოკუსი მოკლედ აი ამ რაღაცაებზე და უფრო იდეაზე და მისიაზე და დანიშნულებაზე. ეგ პრობლემა რამდენი კოუჩია, რამდენი პოდკასტია. ყველაზე მეტი სულ ამყვები ხოლმე, ყველაზე მეტი კოუჩი ერთ შვეიცარიაში, იმიტომ რომ სადაც ცნობიერება არის განვითარებული, იქ შესაბამისად კოუჩებზე მოთხოვნებაც უფრო არის და თან ადამიანებს მოკლედ მოსწონთ ხო ეს პროფესია, როცა განვითარებული ცნობიერება აქვს და მეორე ის რომ თუ მე რამე კარგს ვაკეთებ რაც შეიძლება მეტმა გააკეთოს. ხო, და გადავრჩებით. კი, რა თქმა უნდა. ეს ცნობიერება, რომ ცხოვრება მშვენიერია, არის ძალიან კარგი ცნობიერება და მხოლოდ ამ ცნობიერებაში მართლა ეგ განცდა გაქვს, რომ ცხოვრება მშვენიერია და როგორ შეიძლება ვიღაც ადამიანი შენი კონკურენტი იყოს. და ან თუნდაც ის ადამიანი, რაც უნდა ცუდს აკეთებდეს, თვითონ ადამიანი არის მისი ქცევა, რა თქმა უნდა, არის აზისხარი და არ მოგწონს და ბრაზდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თორე თვითონ ადამიანი არსობრივად ეხა ადამიანია რა და
და ყველა ერთნი ვართ ესე რო აიღო. კი, ხო, ანუ შენი ჭრილები, ანუ საბოლოო ჯამში ჰოლისტურად თუ შეხედავ, რაღაცა სხვაც არ არსებობს და ის რა ქვია, წარმოიდგინეთ ჩვენ მე-12 საუკუნეში ვიყავით მაგ ცნობიერებაზე ქვეყანაში, რომ სხვა უბრალოდ არ არსებობს. ანუ უცხო მოყმე იყო ადამიანი, რომელიც, ანუ იმ მე-12 საუკუნეში სახელმწიფო ვერ იფუნქციონირებდა, თუ ერთი ადამიანი მაინც ტიროდა. ანუ ის უცხო არ იყო რა, თუ ვიღაც ტირის სახელმწიფოში, ანუ ყველთელი სახელმწიფო ფეხზე დადგა, რომ ეს ერთი გადაარჩინოს. ანუ მე-12 საუკუნე ესეთი, ასე ვთქვათ, ცნობიერების ერი ვარ. სხვათა შორის ამერიკაში რო ვიყავი და ეს წარმატების პრინციპებს რო სწავლობდი, ყველა პრინციპის იმას ვაკეთებდი, იმასთან ვეფხისტყაოსანთან. ანუ არაფერი არ ყოფილა ისეთი, მეგონი ამაზე უნდა ჩაგვიწერა ჩვენ პოდკასტი. სხვათა შორის რო ჩამოვედი, ვამბობდი, რომ უნდა გავაკეთო ერთი ტრენინგი, თქო, აი წარმატების პრინციპები და ვეფხისტყაოსანი, მაგრამ მე მივხვდი, რომ ვინც ვეფხისტყაოსანს შეეჭიდა, ყველა დამარცხდა და თავიდავარებე და რეალურად ხო, ანუ ჩვენ ისე კულტურალურად აი ამ კომუნიზმის პერიოდში გაფუჭებულ ცნობიერებას თუ არ შევდით, იგივე ხევსურეთი ახსენე შენ და ანუ ძალიან დიდი იგივე პოლიფონია, ძალიან ძლიერი ცნობიერება, როგორც ერი, აი წეღარა რო თქვი რაღაცა შურიანი ბერტე. ეს ყველაფერი, აი რასაც ჩვენ ახლა საუბრობთ, შური იქნება თუ კონკურენცია თუ რაღაცა და ეს ერთმანეთის ერთმანეთის ეს არის სულ აი ამ 70-იანი წლის პროპაგანდის დამსახურება, თორე თვითონ ერი ჩვენ ისეთი ცნობიერებით ვართ, რომ მე-5 საუკუნე გინდა თუ მედეა გინდა ძველ წელთა ანუ სასწაული და ძალიან მაგიტომაც ალბათ მოვედით აქამდე და გადავჭით. ზუსტად მაგიტო, ანუ ჩვენი ცნობიერება არის ძალიან ძლიერი, ძალიან ღრმა, რა ვიცი, აი მოკლედ ძალიან დიდი შესაძლებლობების ერი ვართ და ერთადერთი ეხა რაც ხდება, ხო, ეს არის რომ აი ჩვენი განათლების სისტემა არის, აი ჩვენ განსჯითი, აი როგორ გითხრა, ემპათია რატო არ გამოგვდის? იმიტომ რომ ემპათიური მოსმენა რო გამომივიდეს, ჯერ ეს გონება უნდა გავთიშო. აი აქ გვაქვს ძალიან ბევრი განსჯა, ჯაჯმენტები, ასე ვთქვათ, ხო? განკითხავი, ანუ განმკითხავი ტიპები გავიჩითეთ რა, რომ არაძალადობრივი კომუნიკაციაზე ამბობ ემპათიური მოსმენა. კი, ანუ ჩვენ სულ გვაქვს თავში ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება, ეს როგორ შეიძლება, ეს როგორ შეიძლება. ანუ ჩვენ თავსაც ესე ველაპარაკებით, სხვებსაც ესე ველაპარაკებით. ანუ ჩარჩოები გვაქვს და აი ამ ვიწრო ჩარჩოებში ვერ ჩავატებთ ახლა. საკუთარ თავს ვერ ვატებთ და ერთ ადამიანსაც კი ვერ ჩავატებთ. ანუ იმისთვის რომ მე ემპათიური მოსმენა გამომივიდეს, ჯერ აი ეს ასე ვთქვათ განმკითხავი თხმა ჩემი უნდა გავთიშო, უნდა გავაცნობიერო, რომ მოკლედ კრიტიკული მშობელი ხო შინაგანი. ეს რაღაცა კრიტიკები და ეს რაღაცა აკრძალვები, ეს რაღაც მოკლედ უნდა მოხსნა ჩარჩო და სადღაც დავიწყო უკვე ჩემი ემოციების მოსმენა და მეცაც გეტყვი, მარტო ემოციური მოსმენაც არ მეყოფა, იმით რომ განვითარდა, მე კიდე უფრო სიღრმეში უნდა ჩავიდე, ხო, ჩვენ კოუჩინგში გენერაციულ მოსმენას ვიყენებთ, ის არის უკვე სადაც ნება შემოდის, სადაც რაღაც ახალი იბადება, ხო? აი, რაღაც თითქოს ველში ხარ მაგ. კი, ეს არის ზუსტად ის, რომ მე შენ და ველი და ანუ აი ზუსტად აძლევ საშუალებას, რომ რაღაც ახალი დაიბადოს, იმიტომ რომ იმ წარსულის წრეზე ტრიალით არაფერი არ იცვლება და მე მჭირდება რომ რაღაც ახალი დაიბადოს და ეს ამას ჭირდება საოცარი ნდობა, ამას ჭირდება ცინიზმის ხმის გათიშვა, ამას ჭირდება აი აქ გამკითხავი ხმის გათიშვა და მე მხოლოდ შეიძლება ჭირდება მოკლედ. ხო, საბოლოო ერთი სიტყვით შეიძლება ის იყოს ადამიანებმა, მაგრამ რახან ესე მოხდა, რომ 70 წელი გვინგრევდნენ ამ რაღაცებს და მუშაობდნენ იმაზე, რომ რაღაცა აი აქ ბევრი განმკითხავი ყოლოდა და აქ ბევრი ცინიზმი გქონოდა. მე ესე ვუდგები, რომ უნდა ვიმუშაოთ ყველა ჩვენთაგანმა ამის გასათიშად, ანუ ამ ჯაჯმენტის ასე ვთქვათ, განკითხვის ხმის და ცინიზმის ხმის გათიშვა უნდა მოხდეს, რომ რაღაცნაირად რაღაც ახალი დაიბადოს და ჩვენ შევძლოთ აი ამ ცხოვრება მშვენიერია ცნობიერებაში. მინიმუმ ჩვენ შეგვიძლია ცნობიერებაში მაინც თუ ხო ჩვენ მაგრები ვართ აი ამ ცნობიერებაში რაღაცეები გავაუმჯობესოთ და რაღაცეები გავაკეთოთ და საიდან დავიწყეთ და სად მივედით. ძალიან საინტერესოდ მოვედით და მე მგონი ისეთი ძალიან კაი ენერგეტიკა გაქვს. მართლა ერთ წამში ჩაიწერა ეს პოდკასტი და მე ძალიან ნასიამოვნები ვარ. შენი ენერგეტიკა ეს ყველაფერი. კაი, ხო, ჩემს ნასიამოვნები. კი, ძალიან ვისიამოვნე. უღრმესი მადლობა. მადლობა შენ. მადლობა და შევხვდებით კიდე. აუცილებლად.